უკრაინიდან ბათუმის აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ნახევარი საათის დაგვიანებით დაეშვა. დღეს დილით დნეპროპეტროვსკის, წუხელკი, ხარკოვისა და კიევის რეისებმა დაიგვიანეს. ავიაკომპანიის წარმომადგენლები კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა დაგვიანებებს უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას უკავშირებენ და განმარტავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით რეისების შემოვლითი გზით თურქეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით ხორციელდება. ამის გამო კი ფრენის ხანგრძლივობა ნახევარი საათით იზრდება, რაც შეეხება ბათუმიდან კიევის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანიების შეფერხებების გარეშე დროულად ახორციელებენ რეისებს. მე შეგახსენებთ, რომ გუშინ მალაიზიის ავიალაინერი Boeing 777 დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტთან ჩამოვარდა, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ 10 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა ბორტზე. იმიტომ რომ კალთამონზმა მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ უნდა შემოვიდეს თურქეთში. და ამიტომ ეს ნახევარ საათიანი შუალედი. 4-მა я взяла билет. 4 რიცხვში ავიღე ბილეთები და ოდესაში მივფრინავ ბავშვებთან. არაფრის მეშინია, სიმშვიდეა, ყველაფერი რიგზეა. მითხრეს, რომ 10 საათზე მოსულიყავი რეგისტრაციისთვის. მოვედი და პრობლემები არ Вот შემიძლია. регистрация идет, проблем нет.